გუბა სანიკიძე, ისტორიკოსი, პოლიტიკოსი და ნიკა მელია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე არიან გადაცემის ამ ნაწილის სტუმრები და პირველ რიგში მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონო ნიკა, თქვენ კითხოთ პირველ რიგში. მოკლედ რა ხდება? თქვენ ხტომაზეც იყავით, მონაწილეობთ ამ ყველაფერში. რა შთაბეჭდილებას ტოვებს? იქნებ მართლაც არის ამბოხი უმრავლესობაში და ივანიშვილს არ უჯერებენ დეპუტატები. იქნებ მათ მართლაც უნდათ რომ რაღაც ან სამომავლო გარანტიები მიიღონ, ან თავისი სამომავლო ადგილი იპოვონ. მესმის რომ ადრე მეგობრები იყვნენ, მორჩილები იყვნენ, მაგრამ ახლა იქნებ ნამდვილია ეს ბუნტი უმრავლესობის წევრების. რა ხდება? მოგესალმებით დინო, რა ხდება და ხდება შემდეგი. სპექტაკლი თამაშდება, რომელსაც მავანი ეძახის უნიჭო დადგმულ სპექტაკლს და ბევრი ეძახის ნიჭიერად დადგმულ სპექტაკლს. ნიჭიერად დადგმულ სპექტაკლს შეიძლება მართლა უწოდებდე, იმიტომ რომ თამაშობენ ისე შეიძლება ვიღაცა შეცდომაში შეიყვანო, რომ რაღაცა ხო არ ხდება, მართლა უთანხმოება, მაგრამ ვის შორის ხდება უთანხმოება, ნუ გამაგიჟეთ რა. ვის შორის? აი ხარ 8 საათზე ტელეკომპანია იმედში გადავდა სამხრეთთან წამოვიდოდი, გადაცემა დაიწყო რითი ბატონი კობახიძეს პირდაპირ ჩართვით, რომელმაც ექსკლუზიური ინფორმაციის სახით ამცნო საზოგადოებას, რომ აი ახლა გამოვედიო მე ოთახიდან, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები ხობის მაჟორიტარ დეპუტატ დაჩი ბერაიასთან. გეფიცები გარვაჭარდა. ის კონსულტაციები. დაჩი ხო, ანუ ეს არის ადამიანი ხობის მაჟორიტარი დეპუტატი, პირდაპირ გეტყვით და ვაგებ პასუხს ამ ჩემს სიტყვებზე. მე წავიკითხე მისი ბიოგრაფია, შრომითი ბიოგრაფია, ქართუს გარდა ერთადერთ განაქვს ნამუშევარი 2001 წელს შიკრიკად გაერთიანებულ ქართულ განცხადება. მას შემდეგ სულ განცხადება არა ხახტო გაკეთებული ამ ადამიანს ხო ადევნები ხა თვალყურს ხო არა გაკეთებული განცხადება როგორც ასეთი აი ბიჭერილი ღილაკზე ეს გაკეთებული არა აქვს ეს ადამიანი სადღაც ჯდება რამდენიმე ასეთი ყავდა რა უკრინდა ზოგი უკრინდა ყვირის ზოგი აი რაგბში არიან მაგალითად სპეციალურად გუნდში ერთი რაგბისტი მაინც ყავთ ოდესაც გუნდი აგებს თამაში შემოყავთ მოიდანზე ჩხუბი ატეხოს ჰოკეიშიც ასე დიახ აი ესეთი როლი აქვს რა ეხა რომელიც ჩვენ სხვა პარტიის წარმომადგენლებს და აი რაღაც შეძახილებით უხავი შეძახილებით ცდილობს რომ ჩხუბი წარმოიწოს და ბიძინა ივანიშვილმა ვერ დაიყოლია ადამიანი რომელსაც დარწმუნებით გეუბნებით და ვაგებ პასუხს ახლა ხობის სუსის განყოფილების უფროსმა კი არა სუსის განყოფილების ოპერმუშაკმა რო დაურეკოს ახლა შეაცვლევიეს პოზიციას. ენძელმკოიანთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ენძელმკოიანთან და ნუ აღარ ვახსენებ სხვებს. გაყო როლები ბატონმა ივანიშვილმა ამ 25 უკაცრავად ამ სპექტაკლში ყველა მონაწილეობს, იმიტომ რომ გამოვიდნენ დღეს დილით უმრავლესობის შეკრებიდან და სერიოზული დეპუტატები ამბობდნენ რომ აი ბატონმა ბიძინამ ასე გითხრა და რა გავაკეთოთ და აი ხასუსამე რომ ბატონი ბიძინა ცდილობს მაგრამ არ გამოსდის შეფასება მისცეს ვიღაცა მოიჭო დადგმული სპექტაკლი ვიღაცა ნიჭიერად დადგმული სპექტაკლი მე ჩემი შეფასებით ივანიშვილს აქვს ორი საკომუნიკაციო არხი ერთი არხით ეუბნება ერთს რომ დაიცავი შენ ეს პოზიცია და მეორე არხით მეორე ჯგუფს ეუბნება სრულად საპირისპიროს დაიცავი შენ ეს პოზიცია და არის მოკლე ჩართვა ნამდვილად დარწმუნებული მე ჯერა რომ ის რასაც ხუნდოძეს ეუბნება არ ეუბნება მაგალითად დინარაძეს აბა სხვანაირად გამოვიდოდა ეხა ივანიშვილი და იტყოდა რომ არა კი გითხარით 5 თვის წინ მაგრამ ეხა აღარ ვაკეთებ არა რა თქმა უნდა ანუ ცალკე მოელაპარაკა ხუნდაძეს და მე სხვების თანდასწრებით ამას თამაშობდა აბა რა ბიძინა ადამიანმა იცი ძალიან კარგად რომ მისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ნიშნავს ერთპიროვნულ მართლობაზე დამშვიდობებას. მორჩა გათავდა, რა წამსაც ამოქმედება მორჩება, არჩევნებამდე იქ უკვე თავის გუნდშივე დაიწყება საშინელი მართლა ტექტონიკური ძვრები რა. და ეს ადამიანები მე შორს ვარ აზრისგან არც კი მჯერა ქართულ ოცნებაში რომ ყველა იმიტომ არის ასე ვთქვათ უსიტყვო მორჩილებაში ივანიშვილი რომ სხვაგან წასასვლელი არა ბოლო ადგებოდნენ წავიდოდნენ ხო შალელაშვილი ხო წავიდა მაგალითად ხო ვიღაცები არა უღირთ იყოფნა უღირთ მორჩილებაში ყოფნა და ფულს აკეთებენ გამიგეთ ეხა ენძელმკოიანზე თვითონ ბიძინა ივანიშვილს რა გაღზრული ორი სისხლის სამართლის საქმე მის ოჯახის წევრებზე იმიტომ რომ მისი ძმა შევარდა გახსოვთ ხუჩიდან ახალქალაქში და როგორ ეხა ბერკეტი არა აქვს ადამიანს დაიყოლიოს თუ პოლიტიკოთა რასაც აკეთებს ამიტომ ეს არის ცალსახად ივანიშვილის თამაში. იგი შეურაცხყოფაა ჩემთვის, როდესაც გვიწევს კომენტარების კეთება, ჯერა თუ არ ჯერა ამის. ცალსახად კი არა, ხახნო, ესე არის და ვისაც არ ჯერა რომ ესე არ არის, ხო? მაშინ იმას უნდა უბრალოდ რომ დაიჯეროს ეს. კარგი, რა შეჭირდება ეს თამაში მოგვიანებით კითხავთ, იმიტომ რომ ძალიან ცხადია, ხო? ძალიან მართლა დაჩი ბერაიას ამბავი ძალიან სასაცილოა. ყველას რო თავი გავანებოთ აი ის გვემზანეთ ახლა, მაგრამ მოდით ჯერ ბატონ გუბას ვკითხავ, მასზე რა შთაბეჭდილებას ტოვებს ეს პროცესი, თქვენ როგორ უყურებთ ამ დრამატულ პოლიტიკურ პროცესს, უმრავლესობის დანარჩენი წევრებიც აღშფოთებულები არიან, ოღონდ ძირითადად ნაციონალურ მოძრაობაზე, რომელიც 2 დღეა დარბაზში სრულიად ჩუმად ზის.
ჩუმად კი არა, ბოდიშგულა. აი გეუბნებით, აი დიდი ძალის ხმევისა. დღეს იყო უამრავი შესაძლებლობა რომ ჩხუბს ამყოლოდი. უამრავი. მაგრამ ვიცოდით რომ ამისკენ ისრაფოდნენ და აი რომ გეუბნებით, აი საკუთარი თავი დავაჯერეთ, რომ აქ თავში თუ არ ჩამარტყეს, ეხა უკნიდან, ხო? ხო? არაფერი ხმა არ უნდა გავცეთ. სიტყვაც კი არ ამიღია შიგნით. ვაპირებდი ანუ თქვენ ცდილობთ რომ არ გამოხვიდეთ რაღაც პროცესი ამრევება და ინციდენტს რომ არ კონდეს ადგილი რომ მე ამ ინციდენტს არ დააბრალონ სხდომის ჩაშლა. ეხლა ქონდა რა არ შემიძლია ეს არ თქვა რა. არა ერთმანეთში ქონდათ ინციდენტი მე. არა არსად არ მოხდა რა ის რაც ეხლა დღეს საქართველოს პარლამენტში ხდება. ირაკლი კობახიძე ხო არის 150-ის გამი. 150 დეპუტატი უნდა იჯდეს. ირაკლი კობახიძე დადის სხდომათა დარბაზში შიგნით დაცვის წევთან ერთად. 150-ის ნაცვლად 151-ნი ვართ. დაცვის წევთან ერთად დადის. ხო როგორ დარბაზში შემოვიდა არა, სანამ არ დაждდება. არ ცილდება, ადგება დაცვის წევრიც ადგება შიგნით რა. იქ აღარ საუბრობ ხოლმე. აი ესეთი ვითარებაა რა და ამ ადამიანს ეხლა აქვს დავალება რომ იქ ჩხუბი ატყდეს. ეხლა პრაქტიკულად დღეს ისეთი შეურაცხყოფა მიაყენა რამდენიმე ადამიანს. იქ სხვა ვითარებაში, სხვა ყველა ვითარებაში ჩხუბი ატყდებოდა. და ერთ-ერთი მე ვიქნებოდი პასუხს გავცემდი მართლა გეუბნებით რა მით უმეტეს კობახიძეს რომ ხედავ მაჟრიალებს რა არ დაგიმალო ცუდად ხვდები და მიჭის ემოციურად მიჭის იქ ყოფნა რა არ მინდა რა აი როდესაც სკოლაში არ მინდოდა ხოლმე ხო წასვლა არ მინდოდა აი შატალზე წავიდა ისე ითივე განსტამა არ მინდა იმ დარბაზში ყოფნა იმიტომ რომ ხედავ იმ ადამიანებს ვინც 5 თვის წინ გიჭერდა და ძნელია ემოციურად მართლა ჩემთვის ორმაგად კარგით მოდით ბატონ გუბას მოусმინოთ თქვენზე რა შთაბეჭდილებას ტოვებს ეს პროცესი არ ვიცი ახლა არ ჩამithვალოთ ახლა ცინიზმში, მაგრამ ცოტა მეცინება რა, იმიტომ რომ ახლა პიკარასაც ამბობს და მეც უკვირდები ახლა ზოგი იძახის უნჯოდას დადგმული სპექტაკლია, ზოგი იძახის ნიჭიერად ახლა. ცი როგორ როლი შესრულება ახლა არის ასეთი ძალიან კარგი ფილმი არის, ტროა, ახალი გადასადაც ბრედ პიტი თამაშობს აქილევს. და ისე თამაშობს, როლი ისე უნდა ითამაშო, რომ ის გამოჩნდა. ბრედ პიტი თამაშობს და უყურებ არა ბრედ პიტს, არამედ აქილევს უყურებ რა. გენიალურად ითამაშა. ესენი ვერ თამაშობენ პრინციპულ, მოუსყიდველ და ქვეყანაზე დადარდიანებულ ქართველებს არ გვანან ესენთან ისეთი ხალხი ჩაერთო ამ საქმეში, ხო? რომლებიც ბიზნეს პირადი გვარდია. პირადი გვარდია. მარტო პოლიტიკური ურთიერთობა კი არა აკავშირებთ, არამედ პირადი ურთიერთობებიც აკავშირებთ მათ და მართლა სასაცილოა ხა რომ თქვათ ჩვენ რომ ამიტომ მოდით რაღაცა ლოგიკას მივყვეთ. თურმე აჯანყება დაეწყო მე ეს ნანახი მაქვს ორჯერ მანამდე. ახლა მესამე ჯერ მართალია ეს ამბავი, იმიტომ რომ ეს რომ ბიძინარის სცენარი იყოს, სხვებს მაინც შეარჩევდა, ხო და ვინ უნდა შეარჩიოს? დაჩი ბერაიას და დიმიტრი ხუნდაძეს არ შეარჩევდა დაჩი ბერაიას, რომელსაც ქართულს იქით არ ღირსებია ცხოვრებაში არაფერი, პირდაპირ გაგებით ქართულ და მე პარლამენტი. ვინ შეიძლება, კარგი, თქვათ, არ არიან დაჩი ცოტა ისეთი დეპუტატისთვის ვისაც ვერ ვიფიქრებდით რომ გვარი მითხარი და სახელი დინა. არ ვიცი, აი თუნდაც ქალბატონი დაევალებინა ქალბატონი გუგული მაღრაძისთვის დაევალებინა ცოტა მდიდარი პოლიტიკური ბიოგრაფია მაინც გუგული არ დაევალა. მაგალითად ვიღაცა ასეთისთვის დაევალებინა, არ ვიცი ვინ. ასეთი არ აყავს, მას სპიკერები არ აყავს, მას კლასიკური გაგებით პოლიტიკოსები აღარ უჭერენ მხარს. ეს არის საზარბაზნე ხორცი. არის ასეთი ცნობილი ნაპოლეონს მიაწერენ ამას, საზარბაზნე ხორცი ახლა რაც ნიკაზე გააკეთეს ხო მაშინ ახლა ეს ადამიანები დავანებოთ პოლიტიკასთან, ადამიანები წავიდნენ საღვთოსი და საკაცოს წინააღმდეგ. რომ უსამართლოდ, აბსოლუტურად გაუმართლებლად, არანაირი საფუძველით თავის კოლეგის დაჭერა გადაწყვიტეს. ეს არ მომხდარა საქართველოს პარლამენტის ისტორიაში ერთმანეთს ერთი და იგივე პარლამენტის წევრები ავტომატებს ესროდნენ, გვახსოვს ჩვენ ეს დროც, მაგრამ ესეთი რამე არავის არ უქნია, რაც მათ იკადრეს. ამიტომ იმაზე საუბარი რომ იქ ბუნტი აქვს და მე მახსოვს უმრავლესობის ხტომა 2015 წელს, როცა კოალიციის წევრი პარტიები არაოცნება მოვითხოვდით ძალიან პრინციპულად, რომ 2016-ივე ჩატარებული იყო პროპორციული არჩევნებით, ხო? იქ ვიყავენ, რა გაათამაშა. თვითონ იყო რომ აბა დემოკრატია უნდა აყვავდეს და იგივე ის შემადგენლობა ის ადამიანები რა რომ არა ჩვენ არ გვინდა და
მერე რა უქნა ვერ კარგი არა ნინო ახლა ფუჭი ვარაუდე ამბობდნენ ხოლმე ოცნების წევრი მე მგონი თვითონაც აქვს ამას რომ არ გამოვიდა არა ვერ დაუპირისპირდებოდით გუნდის შიგნით აი დღესაც მიმართავდა მე მგონი მდინარაძე თუ ვოლსკი ზუსტად აღარ მახსოვს რომ შემოგვიერთდითო მე კოლეგებო კენჭისყრაში მაგრამ ისე პრინციპულად ნუ გვაიძულებთო რომ აი ოპოზიციასთან ერთად მივიღოთო ეს ცვლილებებიო აი ნაციონალური მოძრაობა იგულისხმება ძირითადად ანუ მაინც მოგვიწევს რომ მიღება უბრალოდ არ გვინდა რომ მათთან ერთად მივიღოთ არა და მე ყველას გთხოვთ ტელემაყურებელი მე მესმის ახლა შენ ჟურნალისტის პოზიცია მაღალი პროფესიის მქონე ჟურნალისტი ხარ ახლა მაღალი კალიბრის ჟურნალისტი ხარ მესმის ახლა შენ რომ ამას ეს უნდა დასვა ეს შეკითხვა მაგრამ მე უნდა ჩვენს ტელემაყურებლებს უთხრა ხალხო ამ უაზრო ვერსიით ნუ დაიკავებთ გონებას რა ეს არის ბიზნეს მიერ დადგმული იქ არავითარი გუნდი არ არსებობს არავითარი პოლიტიკოსების კრებული იქ არ არის იქ მოსაზრება არ არსებობს ეს არის უტვინო ხალხი რომლებიც რეფლექსებით ემორჩილებენ ბიზნა ივანიშვილს და მისი გაჩალიქებული არის ნახოთ მე ცოტა ეჭვი სხვათა შორის მე იმ თავითვე როგორც კი ხელისუფლებამ ეს განცხადება გააკეთა რომ აი ამას ვიზავთ იმ თავითვე თუ სხვათა შორის შენთანაც დავით აქუბარდიასთანაც ინგა გრიგოლიასთანაც და სხვათანაც ვამბობდი რომ არ ვჯერა მე იმიტომ რომ მე ორჯერ ვნახე ეს კაცი როგორ მუშაობს რა ან თავიდან არ გჯეროდათ რომ პროპორციულს ბოლომდე მიიყვანდა და არა ჩემო კარგო პროპორციული ახლა ნიკასმის არ იყოს მისთვის არის განაჩენი რა ახლა პოლიტიკას ჩამოშორდება იმიტომ რომ ყველა ვარიანტი აგებს პროპორციულს ვერაფერს ვერ უშვება საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, როცა ჩვენ ვიხილეთ ბიძინა ლომგული, უშიში ვითარცა უხორცო. ხო, როგორ შეშინებული იყო, ხო გახსოვთ? მე ასეთ შეშინებული იშვიათად მინახავს ადამიანი, ხო, ცხოვრებაში. ხო? რა მიიღო მაშინ? მან მიიღო შოკი. პირველი ტური არის საუკეთესო დიაგნოზი მომავალი საპარლამენტო არჩევნების 38%. რა თქმა უნდა, აბარა და საერთო ჯამში ოპოზიცია მოიგო. ხო? იგივე ემუქრება. თან პირველი ტური გავდა იმიტომ რომ ბევრი მონაწილე იყო, ხო? გავდა საპარლამენტო არჩევნებს. ახლა მეორე ტური როცა ერთ-ერთს ერჩება, ის სხვა რაღაცა არის, ხო? იქ ახლა პერსონების ამბავი იყო და ისე ძლივს მოიგეს და რა ქნეს და რა ყირაზე მეორე ტური საპარლამენტოს არ ექნება რა ერთ-ერთზე არ ექნება ხო პროპორციული ხო ამის მერე დათმო ბატონ გუბას ზუსტად მიუხედავად ნუ კი ბატონო ქუჩის პროტესტი იყო და უნდა რომ ჩაეცრო და რაღაცნაირად გადმოაგდო მაგრამ ახო პირადი პასუხისგებლობა აიღო ფაქტურად თვითონ გამოაცხადა ხო ეს პროპორციული ახლა ეს კაცი რომ ამ კაცისთვის სიტყვას ფასი არ აქვს მე მგონი ძვირფასო მეგობრებო ყველა დარწმუნებული ვარ და ვინ ჯერ დარწმუნებულები არ ახართ რა ვიცი კი ბატონო მეტარ არიან მოწმუნდები კარგი ბატონ ნიკას მინდა ვკითხო ბატონ ნიკა თუ ეს არის სპექტაკლი და უნდა ჩაგდება და ვთქვათ ხვალ ჩააგდებენ ასაჭირო იყო ხვალამდე გადადება მაგალითად კარგით გუშინ დაუშვათ გაითამაშეს რომ აი უნდა შევხვდეთ დავარწმუნოთ და ასე შემდეგ დღეს ჩააგდებდნენ ხო დღეს თქვა არ ვიცი უკვე მე ოხანაშვილმა თქვა თუ რომელიღაცამ თქვა რომ აი კიდე ერთხელ დავარწმუნეთო კოლეგებსო რომ და აი რაღაცა კოლეგებს ისე მიმართავდნენ იქ რომ თითქოს რომ აი მართლა არის დაპირისპირება და არ გეწყინოთ მოდით შემოგვიერთით ანუ იქ გამოსვლებიც ასეთი იყო ხო ეს ფარისელობა ის არგუმენტი ამტკიცებს რომელიც მე მოვიყვანე ხო ეხლა დაჩიბერაიასთან მაგალითად კონსულტაციებს მართავს ძლიერნი ამა ქვეყნისანი ხო ყველანი თუ კი არიან ბიზნესთან შეუძლია დაჩიბერაია არის გაჯილდებული აი ნინო თქვენ ახსენეთ რომ თქვენ თქვით რომ კი მაგრამ თვითონ ხო თვითონ არ გასაო დაპირებაო თვითონ კი არ გასა იძულებული იყო და ეხლა ეს ბრაზი აღჩობს მას რომ ამათო როგორ გადაუგდე ეს მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ ინიციატივაა და როგორ დავპირდები სხვა გამოსავალი მაშინ არ იყო იმიტომ რომ გულახდილად უნდა ითქვას მაშინ მას თუმცა ნიკა მე ვთვლი რომ მაშინაც ცრუობდა ისა უკვე რა თქმა მას უნდა და დროის მოგება კი ბატონო გონია რომ მოიგო მაგას ვამბობ ზუსტად იმიტომ სხვა გამოსავალი არ ქონდა მან გააკეთა ის რაზეც ფასი უნდა გადაიხადო იმიტომ რომ მას მართლა ეგონა რომ რევოლუციას უწყობდით ხო ხო მართლა ეგონა რომ იქ მე შეჭრას ვაპირებდი არ მეგობრებთან არ ვიცი შევდივარ ხო ტყვის ისე რა ქვია პლასმასის ტყუები რეზინის ტყუები გვესროლავს დიოდა აღმოჩნდა იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაში აღმოჩნდა და ეს ვერ გადახარშა დღემდე რომ ვიღაცეების გამო მე რა მდგომარეობაში აღმოჩნდა და ამათი ბოდიჩა დედავატირა ხო და რა უშიშხოს რომ გამოვიდეს და ფასი უბრალოდ გადავიდა მეორე დღეს ეს იცის რომ რასაპირე და მეორე დღეს გადააყენებდა კობახიძეს
და 22 ივნისს ერთი კაციც არ ედგებოდა რუსთაველის გამზირზე. ხო, გახარიას მოთხოვნასაც არ ვითხოვდით ჩვენ, გადადგომასაც არ ვითხოვდით. მართლა არ ვითხოვდით, ყობახიცეს გადადგომას ვითხოვდა. ეხლა ეს რეტროსპექტივაში გიждდება რა. გონია რომ ეს წყრომა ჩაცხრა აღარ არის ბრაზი, არა და მინავლებულია, მე რომ მკითხოთ, უბრალოდ აი თხელყინულზე დასეინოს ბატონი ივანიშვილი ახლა. და არ იცის რომ ეს თხელიყინულია. ნახოთ, მე ჯერ კიდევ გულობყოლოდ მინდა სადღაცა ვაიძულებ ჩემთვის რომ ვიფიქრო რომ იქნებ გონიერება, ასე ვთქვათ, მოერიოს მას და არ ჩააგდოს. რაში ჭირდება ეს სპექტაკლები? ხო შეუძლია უბრალოდ გამოვიდეს თქვას რომ აი გადავიფიქრე. არა, ეს იქნება პირდაპირ თქმა, გადავიფიქრე. არა, თვითონ ვერ იტყვის ნინო. პირდაპირ ეს იქნება ლეგიტიმური საფუძველი პირდაპირ არ მოვიდო რევოლუციისთვის რა. რევოლუციისთვის და გარედან და ლეგიტიმური საფუძველი იქნება რა. ანუ ეს უფრო გარე აუდიტორიისთვის არის რა თქმა სპექტაკლი, უნდა, რა თქმა უნდა, საერთაშორისო საზოგადოებისთვის. აი რა ვქნა ეხა ხო ნუ ხა ფაქტია, დაუჯერებელი შესაძლებელი არის თქვენთვის ვიღაცას ეუბნება ალბათ ხო იქ, მაგრამ ნუ ეხა არ მემორჩილებიან. ეხა იქ ხუნდაძე დღას და რაღაცებს ლაპარაკობს რომ მე გადავიფიქრე, იმიტომ რომ ეს სტაბილურობა საფრთხეს უქმნის ამ ქვეყნისო. არა და სტაბილურობას ამ სახელმწიფოს არ ეკრება, თუ კი ჩააგდებენ ხვალ ამ ინიციატივას. ხო გესმით რასთან გვაქვს საქმე? ხუნდაძეს ძალიან საინტერესო რაღაცები ჩამოთვალა, თქვა რომ პროტესტიო რო ჩამცხრალიყო, იმიტომ მივიღეთო და პროტესტიო მაინც გაგრძელდაო ეგ რა წესიაო. მერე თქვა რომ მას შემდეგ საპატრიარქო შეუტიაო ნაციონალურმა მოძრაობამო და ხო, აბსოლუტურად რას ქვიაო? მიედმოედება შეუტია საპატრიარქოს. მიედმოედება რა, არგუმენტები მოყავს საოცრება ეხა გუშინდელი დღე დაწყებული არ იყოს ხდომა, ნუ ნიაღვარი წამოვიდა აგრესიის ხონახეთ. მე შეგნებულად ეხა აი გული მიგძნობ და არ ვიცი ეთქობა გამოცდილება მივიღე ხა გძნობ კანით რომ საჭუბი შეიძლება თქვეს და სად არა თქვეს და თქვი ჩემ მეგობრებს უთხრა ნახევარი საათი ადრე კეჭისყამდე მოვალ თქვი და მართა მაგდოს მივედი მით უმეტეს დავწუნდი რომ ვუყურებდი რომ აქ ეხა ჭუბი უნდათ რა. ხო, რა შუაში იყო ეხა გუშინდელი დღე უნდა ყოფილიყო ძირითადად და მეტი აფერი არ უნდა ყოფილიყო ამ ინიციატივაზე საუბარი საკონსტიტუციო ინიციატივაზე. ეს აქ ჩაფიქრებული, აი ეს რამდენად ეხა გამოუვა, ეხა წდება ეს ბედი. იმედი აქვს, რომ ვიქნებით ისეთივე უსუსურები, როგორიც ვიყავით ივნისის ბოლოს მომდევნო დღეებში მისი აზრით. მისი აზრით, იმიტომ ჩვენც შეუწყეთ ხელი ოპოზიციურ ლანდშაფტზე პოლიტიკოსებმა, არა მხოლოდ პოლიტიკოსებმა, იმიტომ რომ იქ ვიღაცებს ადანაშაულებდნენ, შენ რო ეს არ გეტყვა. მე მგონი თვითგვემა არ არის საჭირო, იმიტომ რომ რაღაცა გრძელვადიანი თვეობით ასობით 1000 კაციანი აქციები არსად არ ხდება. არა, ხო და ამას ფიქრობ. იყო ამ ზაფხულს რაც იყო და მე არ ვიცი ეს შევარჩინეთ გახარია. ჩვენ შევარჩინეთ გახარია. ძალიან ბევრი მრავალათასიანი აქცია იყო და თქვენ რა გინდათ, რა ამოცანა გაქვთ რომ ვერ შევარჩინეთ გახარია. არა, ხო და ეს გამოიყენა. აი ამას იყენებს იმისათვის რომ წავიდეს ამ თავხედობაზე. ნამდვილად ამას იყენებს, დარწმუნებული ვარ რა, იმიტომ რომ ფიქრობს რომ გახარია თუ კი არ გახსოვთ ეხა თავიდან როდესაც ამ გავრცელდა ინფორმაცია რომ გახარია შეიძლება პრემიერ-მინისტრი გახდეს, ჯერ კიდევ მართა ხალხმრავალი აქციები იყო და ბევრს კი რა უმრავლესობას არ ჯეროდა ასე თავხედობას როგორ წავა ხო გააკეთა. მაგრამ მე ჩვენ ეს ვაპატიეთ, რატო ვაპატიეთ ძირითადად იცით? მივიჩნიეთ რომ პროპორციული არჩევნები და სისტემა არის ბევრად მნიშვნელოვანი. კი ბატონო. ვიდრე გახარია იქნება თუ ისა რა ქვია პაშასუმინა პრემიერ-მინისტრი. გამიგე? მეზობელი იყო ზონებული ჩემი. ბატონო, თქვენი აზრით ეს თამაშები და ეს მანევრები, რასაც ჩვენ ახლა უყურებთ, ნუ რა გამოვაჯერა, არ ვიცით, იქნება ვინმე მიხვდეს რომ ეს ცოტა სასაცილოა. დაჩიბერაიას ამბოხი, მაგრამ უფრო შიდა აუდიტორიისთვის არის თუ უფრო გარე აუდიტორიისთვის დასავლეთ პარტნიორებისთვის, რომლებიც ეტყვიან, რომ უკაცრავად შენ რას აკეთებ მანდ და შეიძლება ძალიან დიდი ზეწოლა კი არა და ძალიან მწვავე შეფასებები წამოვა დასავლეთიდან, ჩვენ ვიცით ზუსტად თუ პროპორციულს ჩააგდებს ივანიშვილი. მე გეტყვით ბიძინა ივანიშვილის აზრთა წყობას რა. ეს საკმაოდ გაუნათლებელი კაცია, საკმაოდ კაიგვარიანად გაუნათლებელი კაცია და მისთვის გლობუსი არის საქართველოს, მას გონია რომ საქართველოს გლობუსი არის მთლიანად რა და დანარჩენი სამყარო საქართველოს გონია. საკმაოდ პატარაა დედამიწა მის ტვინში საერთოდ და გონია რომ სულ ყველა ამერიკაც, ევროპა უიმედე და ან კოსმოპოლიტება რა იცის, ან რამე იცის კაცო, კარგით რა ჩემო კარგო რა ხარ რა.
ახლა მართლა ხوار დავიჯერეთ, რომ ახლა ბავშვებს ფიზიკაში ამზადებდა და სამყაროს განათლებისთვის. მოქალაქე. ეგ არის განათლების გლობალიზაციის მტერი. პროდუქტი, რა ვიცი. განათლების მთავარი მტერია ამ ქვეყანაში, განათლებული არ უნდა, მასზე ჭკვიანი და განათლებული არ უნდა დარჩეს. არა, ხო წარმოგიდგენთ, ესე კი არც და ერთი რა მე მისი აღქმა როგორია ხარ სიტუაციის თქვენი აზრით? ზონდირებას აკეთებს ახლა რა თამაშება. თქმა ეს თამაშება ხალხსაც, საზოგადოებასაც და ეთამაშება დასავლეთსაც. ახლა მე გეტყვით, მე გულწრფელად უნდა ვთქვა, მე არ ველოდები ახლა რომ დიდი რაოდენობით ხალხი გამოვა ქუჩაში საარჩევნო კანონმდებლობის გამო, იმიტომ რომ ჯერ ჩვენი მოსახლეობის 3%-ს არ ესმის რა სხვაობაა მაჟორიტარსა და პროპორციებში. კანონმდებლობაზე არ არის, ტყუილზეა, ხო? და ტყუილი გადაგდებაზე. ჩაითვალა. ერთი ბიშტი შენ იმაში რო არა ქვია. მულტფილმი ცნობილი ლომი და კატა, ხო? ახლა მეორე ბიშტი, ხო? და ის დაუშვებს სადიც ის შეცნობა შეიძლება არც უნდა მეთქვა ახლა, მაგრამ მაინც ვიტყვი. ის ჩათვლის, რომ ქართველი ხალხი გადაღალაპა ესა და აი იმის შემდეგ დაიწყება უკვე მისი საბედისწერო სვლა დანაღმულ ველზე, რომელიც თავის დროზე თვითონ დანაღმა. ოღონდ სქემა გადაგდებული აქვს, იმიტომ რომ ეგონა რომ აღარ დაჭირდებოდა. 2 წლის წინ თქვი, რომ მას როცა ის მობრუნდა პოლიტიკაში, ანუ მეორედ მოსვლა, ხო, მისი ღმერთო მაპატიე. მაშინ მან უკვე დაუშვა საბედისწერო შეცდომა. ამიტომ ბიძინა ივანიშვილი ახლა ძალიან მარტივად და ეს არის 90-იანი წლების საბჭოთა ადამიანის აზროვნების მქონე კაცი. ახლა ჩვეულებრივი რუსიც არ არის ეს ახლა ხანდახან რუსი არ არის არც რუსია, რუსი რო იყოს რა ვიცი. საბჭოთა. როდესაც ჩაატარებ კვლევას და ჩვენ ყველამ ვიცით კარგად, რომ ოცნებამ როდესაც ჩაატარა შიდა კვლევები, მისი რეიტინგი გაზომა ჰქონდა სადღაც 28%-ის ფარგლებში. როდესაც ჩაატარებ კვლევას და არ გაქვს რეიტინგი, როდესაც ამდენი პრობლემაა ქვეყანაში და აი დღეს მაგალითად ამბობდა თალაკვაძე, რომ შევამციროთო კრედიტის მოცულობა, რომლის აღებაც შეიძლება ვალუტაში, იმიტომ რომ ნუ ლარზე ზეწოლას ახდენსო ესო და ნუ მოკლედ ცუდი შედეგი მივიღეთო და არა დაადრეგულნებოდნენ რომ იმიტომ გაზარდეს ერთი მაგალითი მომყავს მარტო იმიტომ გაზარდეს რომ ლარზე ზეწოლა შეემცირებინათ და აი დედოლარიზაცია ანუ როცა ესეთი მძიმე სოციალური ფონი გაქვს რეიტინგი დაბალი გაქვს ცოტა ხნის წინ გადაიტანა დიდი მღელვარება ქუჩაში შენმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ხალხს თვალებით დათხარა ყავს არაპოპულარული მთავრობა და კიდევ პარალელურად ახლა ამატებ ასეთ უტიფარ ტყუილს და გადაგდებას ის არაფერი არ არის? როგორ არის ის თulis რომ მას გაზდის, მაგრამ იმ ჩვენ ერთ დღეს აღარ გავუვა რა და მე ვარ აბსოლუტურად ჩვიდად და წყნარად ეს ისტორიული პროცესია, ის წამშლელია, გუშინდელი დღეა, წარმავალია რა. მე როგორ არის, ყველას და ყველაფერს ხელს უშლის უკვე. მათ შორის სხვათა შორის საგარეო იმასაც ახლა ხო კაცია გამოვიდა ტრასაზე და დააყენა შლაგბაუმი რა ესა ბიძინა მქნა გამოვიდა უკანონოდა და ყველა მე უნდა მომმართოთ მე ან მე გაგატარებთ ან არ გაგატარებთ და ძალიან ძვირად ერთ დღეს მოხდება ეს მე ვიმეორებ რა ევო მორალესი საკმაოდ ძლიერი არა მარტო ბოლივიელი ლიდერი იყო და არის არამედ სამხრეთ ამერიკული ლიდერი არის და იცით ახლა თქვენ სამხრეთ ამერიკის მოსახლეობის 80% წითელი რასის წარმომადგენელი ინდიელების ბელადი არის პირველი პრეზიდენტი ინდიელი სამხრეთ ამერიკის ისტორიაში ხო რა მოვიდა მიპანღურებულ იქნა საკუთარი ხალხის მიერ და ვიმეორებ ბიძინა ივანიშვილისა და ევო მორალესის შედარება არ შეიძლება ის იმდენად ძლიერი და ისეთი გავლენიანი ფიგურა არის არა მარტო ბოლივიაში. ეს პროცესები წავიდა უკვე. რა თქმა უნდა, ახლა ბოლივია სად არის ბიძინამ არ იცის, ევო მორალესი, მე მგონი ევაგონია და ქალიგონია საერთოდ არ არის გამორიცხული. ნუ ახლა მისი უცოდინრობის შესახებ ბევრ საფერს არ მოვყვები, იმიტომ რომ ეს არის ლეგენდარული უცოდინარია რა. აი საქართველოში ახლა სიბნელე და გაუნათლებლობა ზეიმობს, ხო, მაგრამ ეს არის აი ჩემ ცხოვრებაში
ერთ-ერთი ყველაზე გაუნათლებელი ადამიანი, ხო? თუმცა ნიცშეს ნიცშე დაამარცხა. ეთამაშება. კათოლიკურმა ეკლესიამ ვერაფერი ვერ შეთამამებულია ნიცშესთან და ფიქრობ რომ ნიცშესთან ნაზიარები კაცი ნორმალური ადამიანი ნიცშეთი რატო უნდა დაინტერესდე არ ვიცი, ხო? არც ისე თუ წიგნურად ბავშვობაში ყველას წავიდა. ამიტომ მე საკმაოდ ჩვიდად უყურებ ამას, ის ჩათვლის ახლა ცრუ დასკვნებს გამოიტანს, იმიტომ მე გითხრათ სიმართლე ხა დიდ აქციებს და იმას არ მოველი გაატარებს ამას ქართული საზოგადოება, იმიტომ რომ გაუგებარი თემა არის მაინც ჩვენი ხალხის დიდი ნაწილის მიმართ და მით უმეტეს იმ ჩაფლული პრობლემების პირობებში რაც არის, ეს ჩათვლის რომ გავაკებულია. და თუ უბრალოდ მივიღეთ პროპორციული. იქნება უბრალოდ რაღაცა ქარიშხალი ჭიქაში ატყდა და გაიაროს ამ ყველაფერმა და ერთი მოსმენა, მეორე მოსმენა, მესამე გამორიცხავთ ამას. მოდით ბატონი. არა, გამორიცხული აფერი არა, ნინო. მაშინ რა არის სპექტაკლი? აი ეგ არის. არა, ამაზე აქვს გათვლა, ვეთანხმები ნაწილობრივ გუბას. იმიტომ რომ ფიქრობს, რომ მსგავსი ასეთი უტიპრობები, აი მსგავსი ასეთი უტიპრობები ჩემთვის ახლა ფიქრობს არის რა, როგორც მეზღვაურისთვის ზღვის შეფები რა, ნუ რა მოხდა. და ფიქრობს, რომ აი ამ მასშტაბის უტიპრობა მე რო გავაკეთო მაგალითად არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გადავყვებით ახლა ერთი წით ადრე თუ კი მე ასე ვითავხედებ შევაგუებ საყოფაცხოვრო პრობლემებში ჩაფლულს ხალხს ასე თქვა უამრავი პრობლემები დახუნძლულს ნახევარი ასე თქვა თვალი რო უჭირავს ერთი თვალი საზღვარგარეთ მეორე რო არ იცის რეალურად ოჯახი როგორ გამოყვებოს ამაზეა კონცენტრირებული მაგრამ აქ აიქნება დამოკიდებული ბევრი რამ პოლიტიკურ ლიდერებზე რა მე პირადად გეუბნებით, აი მართლა მე მომერიდება რა უბრალოდ გეფიცრეთ, მომერიდება ნინო ჯანგიდაშვილმა რომ თხოვოს პროდიუსერმა ის რა დღეს საღამოს 10 საათზე მოხვალ და მე მოვიდე და დავიწყო საუბარი თუ კი ხვალ გაიტანა ნორმალურ ასე თქვათ ნორმალურ ვითარებაში მისი აზრით პროცესები ჩადგა კალაპოჩი და არაფერი არ მოყვა მაშინ ეხა პოლიტიკოსობა რა მართლა ის ყო არის საუბარი თუ არ არის მაგრამ აქ ეხა ჩემთვის მნიშვნელოვანები დავაკვირდე მე პირადად როგორც საპროტესტო აქციას რაც შეეხება და საპროტესტო ალღას რაც შეეხება პოლიტიკოსები რაღაც მძლავრ საპროტესტო ტალღებს ვერ აგორებს მართალია პოლიტიკოსების გარეშეც არ გამოდის ეს მაგრამ პოლიტიკური პარტიები რასაც ქვია არა ვერ დაგეთანხმებით ამაში კატეგორიულად მე ავიღებ პაუზას ცოტა ხანი პაუზა 1-2 საათი კონსულტაციებს გაველი შევხვდებით და ახლა ეხა მე თუ დავწმუნდი რომ ეხა წინ უნდა წავიდეთ ეხა უკან ნახევარი პოლიტიკური სპექტრი მე უნდა მაგინებდეს ოპოზიციური რომ აბა არის იქ პროტესტი არ გამართო და იქ ბლოკირება არ მოახდინო იქ პიკეტირება არ მოახდინო იმიტომ რომ ეს აზიანებს რა ეგზისტენციალურ რაღაცა მიზნებს ხო ეხა გიჟი ხო ძაღლის ნაკმენივით მახსოვს მართლა ძაღლის ნაკმენივით მახსოვს და დღემდე ვერ ვაპატიობ ჩემთან როგორ შევატოვეთ ოქრუაშვილი და სხვები ციხეში კაცო კაცი არაფრის გამოზის ციხეში უბრალოდ ვიღაცა მემონტაჟებ შინაგანსახვეთა სამინისტროში ის არის დაახატა და სამიზნე გაუკეთა შუბზე თეთ პერანგში მყოფ ადამიანს ერთ-ერთს უბრალოდ ის იყო პოლიტიკოსი და ამიტომ ზის გამიგეთ და ეხა მე არა თუნდაც აქედან გამომდინარე იქნებ ივანიშვილი ერთსულოვნება რუსეთშიც კი საპროტესტო აქციის დროს დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით იყო მრავალათასიანი აქცია ჩვენთან არ ყოფილა კი ზაფხულში იყო ეს სირცხვილეს აქციები და პროტესტი მაგრამ ადამიანები ვინც ციხეში ხედან საპროტესტო აქციის გამართვის გამო რეალურად გეუბნებით იმიტომ მე დავიწყეთ და დაიწყეთ ახალგაზრდობა არ ყოფილა მასობრივი პროტესტი ცოტა არ იყო სირცხვილეს დასაფასებელი რატო იმიტომ რომ ნირვანაში ვიყავით პროპორციული გვაქვსო ხო და პროპორციული გვაქვსო და რატო გონიათ რომ ქეიფობდნენ და აღნიშნავდნენ და იქნებ ივანიშვილმაც ამას შეხედა რომ მოსკოვშიც კი გააპროტესტეს დაჭერილი ხალხი საპროტესტო აქციით და პარალელურად თავარი არ გითხრა იმედი აქვს ნინო რომ ფულს ააშრიალებს ვიღაცას პოლიტიკურ სპექტრში რაღაცები გამოშიგნავს იქ რაღაც არასამთავრობო ორგანიზაციებს იქ ამის იმედიც აქვს მაგრამ მტკიცე პოზიცია უნდა გქონდეს რა ყველას რა ნახავთ რა ხვალ თუ მართლა ჩააგდო მე პირადად ერთ ცალკე აღებულ პოლიტიკოს მიმაჩნია რომ ეს არ უნდა შევარჩინოთ რა იმიტომ რომ რას ნიშნავს არ უნდა შევარჩინოთ დემოკრატიული მეთოდების გამოყენებით კონსტიტუციის ფარგლებში ყოფებმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი რაც არ წარმოუდგენელ ბიძინა ივანიშვილის ფართო მასშტაბიანი დემონსტრაცია უნდა გამართოთ რომელიც წალაიკავს და დემოკრატიული ტალღა დაარტყავს ბიძინა ივანიშვილის სომხეთში რა მოხდა ბაბატი თქვენ ხართ მაშინვე ბრალდებული სახელმწიფო გადატრიალებაში როგორც კი საპროტესტო აქციას ახსენებთ ხო და თუ კი ვინმე მაგას მე დამაბრალებს ნინო გეუბნები რომ აი ვინ დამაბრალებს მაგას
გახარია ოპოზიციური მოძრაობა შეასუსტა ოპოზიციურმა პარტიების წარმომადგენლებმა, როდესაც ოპოზიციაშივე გაჩნდა კერა და დადანაშაულება დაუწყეთ ერთმანეთის და ამით ისარგებლა არმიდა ამაზე მეც არ წავალ. სომხეთში რა გააკეთა ეხა სარქისიანმა ხო? შეპირდა ხალხს დაპირდა რომ მე აღარ დავიკავება მაღალ თანამდებობასო და არჩევნებში გაიმარჯვა პრემიერ-მინისტრად დაინიშნა თავი არ ელოდებოდა და გერიების ქუჩები გაიგზო აბა რო ცოდნოდა რომ ერევანში ის მოხდებოდა რაც მოხდებოდა არ გააკეთებდა ხო ახაც გონია ბიძინა ივანიშვილს რომ ხალხი არ გამოვა მაგრამ არ დაიყიდა პაშინიანი აი გუშინ რო არ მივიდა ხალხი და დღეს რო არ მივიდა აქციაზე როგორც ჩანს მან ჩათვალა რომ ეს ბევრს კიდევ ჯერა რომ არ ჩააგდებენ რა მაგრამ შეიძლება ხო იცით აი ყველაზე რთულ კომპლექსურ პრობლემას ხშირად აქვს მარტივი გამოსავალი უმარტივესი გამოსავალი აი თქვენ მე გუბაზე ყველა მაყურებელიც კი რომ ვერ ფიქრობს ამ გამოსავალზე შეიძლება ეს გამოსავალი დაიდოს ხელის გულზე თავარია ვიყოთ წრფელები ხახნო და თუ შენმა აქტივისტმა ამორჩეველმა რიგითმა მოქალაქემ პოლიტიკურ ლიდერებში წრფელი ემოციები ვერ დაინახა ხო არ გამოვა რა არ გამოყვება რა და თუ დაინახა პლუს კიდევ ვიქო ერთმანეთზე ჭამენ და ზოგი ამბობს რომ გავმართოთ აქციას და ზოგი ამბობს რომ არ გავმართოთ ხო ეს საერთოდ ანგრევს რა იმ უხს და კლავს კარგი ბატონო გუბას თქვენ მითხარით თუ შეიძლება კი თქვენ დანებდით რომ აი მე ესე იქნება რაღაც აუცილებლად მოხდება მაგრამ ნუ მესმის პოლიტიკური ლოგიკით რავი ისტორიული ლოგიკით მეტაფიზიკური ლოგიკით თუნდაც ის აუცილებლად მიიღებს ამისთვის პასუხს სადღაც და ოდესღაც და შორს არ იქნება ეს პასუხი ოდესღაც არ ნიშნავს იმას რომ თქვა თუნდაც 5 წლის მერე უფრო ადრე მაგრამ თქვენ ოპოზიციის და პოლიტიკოსების როლს როგორ ხედავთ? აი, თქვათ ჩააგდო პროპორციული არჩევნები. რა შვებით თქვენ? ჩვენ ვიცით სამოქალაქო საზოგადოების პოზიცია, არიან აქტივისტები, რა თქმა უნდა, ისინი ძალიან ხალხმრავალ აქციებს ვერ მართავენ, იმართება აქციები, როცა საჭიროა, მოდის ძალიან ბევრი ხალხი, ყოველდღე კიდევ ვიმეორებ, ვერ ივლის ათასობით, ათეულათასობით ადამიანი, მაგრამ თქვენ მაინც რაღაც თქვენი პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა გქონდეთ. ხო, დღეს იყო თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია შეკრებილი ლეიბორისტების ოფისში და იყო აბსოლუტური ერთსულოვნება და აღარ არის უკვე რაღაცა შენ იყავი ნაცი, მე ვიყავი ქოცი და ასე შემდეგ ბოდიში ამ გამოთქვისთვის. დამკვიდრებული ტერმინია უკვე ჩვეულებრივი პოლიტიკური სახელწოდება. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რა უნდა გააკეთოს პოლიტიკურმა სპექტრმა და ოპოზიციამ? მე გამომდინარე ჩემი ბიოგრაფიიდან რომ რაც კი დამოუკიდებელი საქართველოს არსებობს მის მიერ პოლიტიკაში ვარ მე ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით ვექცევი აქციების თემას. როცა აქციას აწყობ, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს ახლა მერაბ კოსტაუს და ზვიად გამსახურდა სკოლა მაქვს გავლილი ისინი ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით ექცეოდნენ აქციებს, ასე რომ ყოველდღე მოვაწვევ. მე შევთავაზებდი ჩემს კოლეგა პოლიტიკოსებს, რომ სანამდე გავაკეთებთ ასეთ განცხადებას, რომ თქვათ აი ხვალიდანვე და ერთი აქცია უნდა მომზადდეს, ძალიან სერიოზული. და არა რაღაცა პერმანენტული, ისიც აუცილებელია, იმიტომ რომ ის ესეთი მსუბუქი კავალერიის ფორმას იღებს ახლა სამხედრო ტაქტიკაში, ხო, მაგრამ ძალიან სერიოზული მომზადება ჭირდება აქციას და შერჩევა ჭირდება მომენტს და დროს. ანუ პასუხი უნდა იყოს ძლავრი საპროტესტო აქცია ივანიშვილის ნაბიჯის შემთხვევაში აქცია შეიძლება ისეთი მნიშვნელოვანი არ იყოს, როგორც აქციისთვის მზადება. და მე ჩემი მოსაზრებები მაქვს, რომ აქცია და დღეს პირდაპირ ვიტყვი რა, ახლა პირდასამალია. აქციის ლოკაციის საკითხი. სადღაც რომ ვიტყვით, მე ამას სუსი ჩაიწერს და არ შეთქმულებას და დაიზებირე და მე ლექსად გამოეცით. თქვით რომ შეთქმულებაში არ ჩაგეთვალოთ და სახელმწიფო გადატრიალების მზადებაში. რა სახელმწიფო გადატრიალება? აქცია რა არის? ქუჩაში გამოსვლა არის. თუ მოუნდებათ და არ სახელმწიფო გადატრიალებას ხვალე თუ ჩააგდებენ მოახდენს ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება. ღიად თქვათ, რას თავაზობთ, ამიტომ მოყევით. მე თავაზობ ძალიან მარტივად და იმის შორს უფრო ლოკაცია არ უნდა იყოს ერთი და მარტო დედაქალაქი. ჩვენ უნდა გავშალოთ აქციები და ამას სერიოზული მომზადება ჭირდება და მზადება ჭირდება და სერიოზული შეთანხმება ჭირდება ოპოზიციაში, იმიტომ რომ ახლა ერთია დეკლარირებული განცხადება, რომ ჩვენ აი ამას ვიზამთ ქართული ხალხის
თქვათ აღშფოთებას იმასის, მაგრამ мотивация სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს სხვადასხვა აქვს, ხო? ახლა გაცხადებულიც არის და გაუცხადებელი. რას გულისხმობთ იმას, რომ ზოგს შეიძლება ქართული პოლიტიკური სპექტრის დიდ ნაწილს ეშინია ძალიან ეშინია აქციების, იმიტომ რომ მარტივი მიზეზის გამო ქართული პოლიტიკური სპექტრის დიდ ნაწილს არ აქვს აქციების გამოცდილება და ეს ძალიან დიდი მინუსია, იმიტომ პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკურ ორგანიზაციას აქციების გამოცდილების ბიოგრაფია თუ არ აქვს ის ნახე ჩემთვის დაკოჭლებული პოლიტიკური ორგანიზაცია. ხო? ამიტომ მე ვიტყვი ასე რა, ძალიან სერიოზულად, ძალიან მშვიდად არ უნდა კივილწივილი ამას. ვიცით რა არის, როცა შოკში ვარდები, მე შოკში ჩავარდებოდი მართლა რომ გაეკეთებიათ. მე ვიცოდი რომ არ გააკეთებდა ეს კაცი ამას. მან დრო მოიგო დედამიწაზე ყველაზე მაღალი ტრიბუნა არის გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. იმ ტრიბუნიდან წინა პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ გააკეთა განცხადება როგორი ფორმით ნინო ვაპირებთ კი არაო. მივიღეთ უკვე. ნუ ეხა ბახტაძე თუ სიტყვის გატეხვა ჩაეთვლება პოლიტიკას აქვს თავისი წესები და ივანიშვილი ანგრევს და არღვევს ყველანაირ წესებს პოლიტიკის. და ნერგავს საბჭოთა ბანკირის 90-იანი წლების ბანკირის და სინამდვილეში ბანდიტის მოქმედების წესებს და დაუждდება ძვირად ესა რა. მიღებულია ეს, ნინო გუბას მიღებულია. კონსტიტუციაში შევიდა შესაბამისი ცვლილება უკვე მიღებულია. პირობა დადებულია. უკვე უნდა ჩატარდეს პროპორციული. უსკი ჩამოვიდა ხელი ჩამოვიდა. როდიდან უნდა ამოქმედდეს ეს ეხლა უნდა დაგიდეს. ეს ვიცით კი 2024-დან ისედაც იქნება ყველა ვარიანტში ხო პროპორციული. აი დღეს ეხა ეს დეპუტატები თავს იმართლებდნენ ეხა კიო მე ვიყავიო ინიციატორიო და მოვაწერეო საკონსტიტუციო ინიციატივა მე გადავიფიქრეო და იმართლებენ რატო როგორ რა მნიშვნელობა გაყრდო რა არის უპირატესობა და რა არის ასე თქვა ნაკლი ამ პროექტის და სისტემის დაპირება გაცემულია მორჩა გათავდა კონსტიტუცია შესულია უკვე პოლიტიკური დაპირება გაცემულია რა და ამას გონი ეხა ბიძინა ივანიშვილს და ყალიბში ჩავდგამო ისე ამ პროცესო და გავადა ეხა დინარაძე დღეს არ შემიძლია ეს არ თქვა გამოვიდა ხელისუფლების სახელი და თქვა რომ აი თქვენო აი ნაციონალებიო აკომპლექსებთო რა ჩვენ მაჟორიტარებს აკომპლექსებთო ეს არის ადამიანები არიანო და ნუ აიძულებთო რა იმას რომ რაც ჩვენს არ გვინდა რომ გააკეთო და აი აქედან მინდა მიმართო ეხა ამ ბატონებს ხვალ ყველა ეს დეპუტატი ვინც ცოტა მოეფერეთ ბატონო არ დაუჭერს ამ ინიციატივას იქნება მხილებული ნაციონალურ მოძრაობასა თანამშრომლობაში რა გინდა აი ასე დაგაკომპლექსებთ აი ამ კუთხიდან მაშინ ძალიან საინტერესო ფრაზები ქონდა სხვათა შორის და ბოლოს მინდა კითხოთ დღეს იყო მინიშნებები და საუბრები იმაზე რომ ივანიშვილს ყველაფერი მიყავს რიგარეში არჩევნებისკენ რომ მას ჭირდება რიგარეში არჩევნები როცა ოპოზიცია ჯერ კიდევ დაბნეულია არ აქვს ჩამოყალიბებული არც სტრატეგიული ოცნება ხო არის სალიკლდე მაგრამ სხვათა შორის ოპოზიციისთვის თუ რიგარეში არჩევნები ჩატარდა სპარტელები თური გარეშე არჩევნები ჩატარდა ოპოზიციისთვის ის უპირატესობა ექნება რომ ბლოკების შექმნა შეგეძლებათ ხო? აი ვისაც ელექტორატი არ აყავს აი მიმდევარი ხო ახლა პოლიტიკა რა არის პოლიტიკური პარტია იქნება რაღაც სოციალური ჯგუფების ინტერესების გამოხატვისთვის ხო? აი ბიზნეს მიმდევარი ერთი შემახვედრა ბიზნეს იდეების მიმდევარი მისი ხედვები სტრატეგია არა ბიზნეს ფულის და მეშოკების და მუტაკების მიმდევრები არის კაი ჩემო კარგო რა კარგით კარგი ერთი მისი იდეები თვითონ ვერ ალაგებს რა უნდა ნინო გასაგებია ანუ რიგარეში არჩევნებისკენ თუ მიყავს ივანიშვილს და მას უნდა რომ რაღაცა ცაიტნოტში ჩააგდოს ოპოზიცია და ახლა ბარემ უცებ ჩატარდეს ყველაფერი პარლამენტი როგორ უნდა დაიშალოს არ ვიცი პრინციპში ჩვენი დღის წესრიგით უნდა ვაცხოვროთ ეს ადამიანი ხო გაბედა ის ასაც ბედავს რა ის კი არ ფიქრობს რა თქმა უნდა ხვალ რომ გამოვიდეს და უთხრა 700.000 პენსიონერს პენსია რაც გავს გაგინაკევრებთო გაგიჟდებიან კაცო გამოვლენ ყველა ვალიდოს ნოშპას იმას გადადებიან და გამოვარდებიან ყველანი ქუჩაში მაგრამ ეხლა პროპორციოზე როცა ისაუბრება მესმის რაღაც ეფემერულია მაგრამ ყველში უნდა ვამხილო იქნებ ეს გათვლილიც არ მე არ მჯერა იმის რომ ივანიშვილს ძალიან გრძელვადიანი ხედვები აქვს და რაღაც სულეცი ივანიშვილს არ არის ხედვა არ არის არც მორალი არა მორალი 360 წესლა აქვს გათვლილი მაგის არ მჯერა მაგრამ იქნებ ზუსტად ეს არის მიზანი რომ რაღაცა კრიზისის გენერირება მოხდეს აქედან მე ოპოზიციამ გარედან შეუნთოს შიგნით დაჩიბერაია ამბოხდეს
დაიშალოს მე დიმიტრი ხუნდაძე გავიდეს, ბიუჯეტი ჩავარდეს, რაღაც მთავრობა ვერ დამტკიცდეს. იცით რა, ბიუჯეტი ჩავარდება დეკემბერში უნდა ჩავარდეს. ხო, ანუ რაღაც ასეთი პროცესი მოხდეს პარლამენტის შიგნით, თან მინისტრები ისე სწრაფად იცვლებიან, თან ისე გაუგებრათ ვინ რა ვიცი. და მთავრობა ხელახლა გახდეს დასამტკიცებელი, პარლამენტმა მთავრობა არ დაამტკიცოს, იმიტომ რომ როცა დაჩიბერია ჩაგინიშნოს ვადამდელი არჩევნები ძველი სისტემით არსებობს. და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები და ოპოზიციასაც უთხრას, რომელიც ქუჩაში გამოვა, რომ აი შენ ხელისუფლება გადადექი და ცუდი ხარ, აი რა გინდათ, აი თქვენ რიგგარეშე არჩევნები, როგორც თავის დროზე პროპორციული, აი ამ ტონით მოგიგდო, აჰა, წაიღეთ ეს პროპორციული, ხო ეს ძალიან გინდოდათ, აი დაახლოებით ეგეთი ტონი ქონდა. მოდით ჯერ ბატონ გუბას მოусმინოთ და ბოლოს შენ და დავამატოთ. რაც მე ამ 5 თვის განმავლობაში სახში ყოფილი უსმენდი ბატონ გუბას, ეხლა სიამოვნებით. კარგი, პულტი არ გამიგია. მოკლედ ვიყო რა, მე ცოტა მეცინება ასეთ რაღაცებზე, ზოგს აქვს 71 თვლა სულა გათვალა ივანიშვილი. ახლა ყველას გვათავა. 370-მდე, არ ვიცი ახლა რამდენი ხონდა. შეიძლება ერთი ორი გამორჩეს. ბიძინა ივანიშვილი მაგორნებს არაჩვეულებრივი გამოფენა ხო გახსოვთ? აგულიერის თავი რო ებძვის გერმანელებს. ხიდან ხეზე რო დარბის და ბომბები რო სკდება და თან ჰიტლერის ხმა რო ისმის. აი ზუსტად ისეთია რა. ბოლოს ჩავა ესა თავგადახელი მამაკაცი ხო და ასე არის რა, აგული ერისთავი არის ფრონტზე. ხო, ხიდან ხეზე და თან რომელი ხიდანაც გაიქცევა, იქ ფეთქდება, ხო? გერმანელები ვერ არტყამენ, მაგრამ ბოლოს მოარტყამენ ხოლმე, ხო? ხო და იმედე და რა მაგის დაგეგმილი კიდე და მაგისი აზრები. ის არის გაგებით არის, ჩვეულებრივი გოჩით რა არის ეს ნებისმიერი მოკრიმინალო ელემენტი, რითი საგებობს ხშირად რა. აი ამ ჩვენს ყოფილ ცხოვრებაში. როდესაც მიდის მსხვერპლთან რა, თავხედობს. არა, იარავი არ აქვს, არაფერი არ აქვს, მაგრამ თავხედობს. აი ძველბიჯ და თუ შეგამჩნია რომ შენ ანერვიულდი და უფლი წამოგივიდა, გაწובה და განგრევს რა. თუ დაინახა რომ შენ მტკიცედ დგახარ აკეთ ეშინია, იმიტომ რომ ის ისეთი დაძაბული ასეთი ბიზნესში თუ პარლამენტში ადუღდა ბატონი ენძელკოიანი, ბატონი თუ ჩააგდებენ, ეს იქნება საბედისწერო. გარეთ ადუღდა ბატონი გუბაზი, ბატონი ნიკა. არა, არ არსებობს. კრიზისის სახეზე გვაქვს და რიგგარეშე არჩევნებით გაზაფხულზე, ნუ მარტში, აპრილში ალბათ შეიძლება. მე პირადად გეუბნები, თავს არ დავზოგავ რა, ნინო, მართლა არ დავზოგავ ფიზიკურად, აი აქტი არ არსებობს, არც ჩვევია. არც გუბას აქტივიზზე წინ წავა და წავსულა რა. ბევრი ნაკლება, ბევრი უპირატესობა რაღაც შეიძლება ყველას, მაგრამ აი გონია რომ ამ ნაწილში ყოველთვის ვცდილობ რომ წინ ვიყო ვიდრე რიგითი აქტივისტი და ნამდვილად და მომხედრია კიდევაც. მომირთხავს კიდევაც. არ დაგიმოვავთ, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ არის, ხო? ამ კაცის პირობებში. თავი უნდა დაუხარო რა. თავი უნდა დაუხარო. ან რა ქვია, იბრძოლო და რაღა ვარჩიეთ ბრძოლობ და ვიბრძოლოთ ბოლომდე. ამ კაცს აქვს კრიმინალური გაგება, არანაირი მორალი არა, მორალი არა. არა, ბრატვა რო იყო 90-იან წლებში რუსეთში ის არის რა. ხო და მუშკეტერული პრინციპი თუ იქნებით ყველა ერთისათვის, ერთგონსათვის მოვერევით. და ეხა თუ გავედი ეხა მე აქციაზე ზეგდა ტელევიზორში გამოვიდა რომელიღაცა პარტიის ლიდერი და დაგვადანაშაულა რომ ესენი რევოლუციას აწყობენ ოპოზიციური ფლანგიდან, წიაღიდან. თუ ჩვენ უკრინა ზურგში ვიღაცამ დაგვარტყა დანა ხო მაგრამ ეს არ არის მარტო პოლიტიკოსების გასაკეთებელი. იმ ღამეს სხვა შორის მე მაშინ თქვი ეგ და სტატუსის დავწერე რომ ცოტა არაადეკვატურია ეხა ნიკამელიას ქცევების გარჩევა, როცა ესეთი ამბავია თქო, მაგრამ არა, ამაზე არ ვამბობ, ზოგადად პოლიტიკურ თქვენს რამდენიმე ფრაზაზე იყო იქ საუბარი, რომელიც ალბათ უმჯობესი იქნებოდა რომ არ ყოფილიყო. გასაგები უმჯობესი იქნებოდა, მაგრამ აი ნახეთ, აი ამ ფრაზამ, აი დამეთაგვება, ამ ფრაზამ შეაშინა ეს კაცი. ნეტა არ მეთქვა, კი ბატონო, მაგრამ ამ ფრაზამ შეაშინა და ეგონა რომ ოქრუაშვილი გუბაზი და ესენი ხა შედრება პარლამენტში. რატოზეს ციხეში? ხო, შეაშინა. შიშის გამოზეს. ახლა ბიძინა არის ოქრუაშვილთან იმის ირაკლი შეაშინა. ჩვენი შეეშინა. რომ არ ელაპარაკა ოქრუაშვილი. მე გეტყვით, არა, იმ დღეს ერთი პარტიის წარმომადგენლები არ მე გეტყვით რა. მე გეტყვით. ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებით ეშინია მისი წარმოებული და გასატარებელი და გატარებული პოლიტიკის, ასე ვთქვათ, გადამკიდე იმ პოლიტიკოსების უფრო მეტად, ვისაც აქ უნარი იყოს ქუჩაში ეფექტური. კი. აი, ამაჩვენებელია ასეთია. ასეთია. რა თქმა უნდა. ასეთია. ნამდვილად არ არის პარკეტის პოლიტიკოსი, რომელშიც დასაკნინებას ვერაფერს ვერ ხედავ რა. ხო? ქუჩაში არის ეფექტიანი პოლიტიკოსი. არ მახსენდება რა არის ამის მტკიცებულება. 2013 წლამდე რა დარბოდა პირობად ნაზად უნდა. ირაკლი იყო ერთ-ერთი შემოქმედი ხო რა რაც იყო მაშინ და
დღეს ახლა ბიძინა არის ირაკლისთან დაკავშირებით არის ძალიან ღრმა ფიქრებში წასული. ხო? მე ვფიქრობ, ის უფრო ირაკლის განცხადებებმა შეაშინა და იმის დაანონსებამ, რომ ის ბევრ რაღაცას ითხოვდა და მაშინ რუსთავიორის საქმე იყო. ახლა უკვე ისევ შიშებშია ირაკლისთან დაკავშირებით, ოღონდ რა ფორმით, იცი? ახლა ფიქრობს რა უფრო საშიშია მისთვის დეკემბერში უკვე ევროპის მიერ აღიარებული პოლიტპატიმარი ირაკლი ოქროაშვილი თუ გარეთ გამოუშვას. ანუ ეს კაცი მოქმედებს მარტო ინსტინქტებით რა. ინსტინქტებით მოქმედებს და ინსტინქტები ხო იცი? ინსტინქტების საფუძველი რა არის? ნებისმიერ ცოცხალი ორგანიზმისთვის ინსტინქტების საფუძველი და საზღვრელი არის შიში. ეს შიშით მოქმედებს. სულ ბოლოს კითხავთ, ინსტინქტი მაინც არ კარნახობს მას, რომ პროპორციული ჩაგდება მას იმდენად დააზიანებს, რომ მე ვერც მაჟორიტარული არჩევნები ვერ უშველეს და 2012 წლის არჩევნების შედეგებში რო ჩაიხედოს კაცო სააკაშვილმა ზუსტად მაჟორიტარებით წააგო. ლოგიკას არ ექვემდებარება ადამიანი, რომელიც ღიად არის უკვე პარანოიკი რა. კარგი, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. უდიდესი ინტერესით ველოდები ხვალინდელ დღეს მე პირადად, დღევანდელ დღესაც დიდი ინტერესით ველოდებოდი და აი გამიწბილეს მოლოდინი მოკლედ და გამაწბილეს, როდესაც არ უყარეს კენჭი, ბოლო-ბოლო ანასე იქნება ხვალ მედია და ანასე რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს. ბერაიას დასარწმუნებლად მორიგი რაუნდები არ დაამთავრებს ამ ხელისუფლებას. მორიგი რაუნდი არ გაიმართება მოლაპარაკების დაჩი ბერაიას დასარწმუნებლად. ეს ადამიანი გააჩენს შანს რომ ნოემბრის ბოლოსთვის ეს ადამიანი არ იყოს. ამ შანსს რამდენად გამოიყენებს საზოგადოება შემთხვევით არ ნოემბრის ბოლოსთვის როგორ არ უნდა იყოს. არა, გეუბნებით ადამიანი ასეთი განცხადებები ცოტა არასერიოზული შანს გააჩენს. პირიქით იმედგაცრუებას და რაღაცა. არა, არ დამასრულებია. არა, პირიქით ვამბობ, შანს გააჩენს მეთქი და რამდენად გამოიყენებს საზოგადოება ეს სხვა საკითხია. როგორ ამაზე მძიმე შეურაცხყოფა ბევრი არ მოუყენებია ამ ადამიანს რა, ანუ ყველას აღარ იყოს ნიშნავს გამოხვიდე ქუჩაში და რევოლუცია მოსვლას გადაგდებას აბერა. რამდენად გამოიყენებ, ანუ ეს უკვე საზოგადოებაზე არის დამოკიდებული, რომლის წევრებით პოლიტიკოსებიც ვართ, ამას ვამბობ, რომ გეთანხმები მოლოდინი არ უნდა გააჩინო ისეთი, რომ მე გამოიწვიოს ნიჰილიზმი. ამას თქვენ ამბობთ ხოლმე ყველაზე ხშირად. არა, მართლაასია, ობიექტურად, ამ რისკზე ხვალ მიდის, უნდა რომ პროცესები ნორმალიზდეს, აი ესეთი საუბრები აღარ იყოს საარჩევნო სისტემა ასეთი იქნება თუ ისეთი იქნება, როგორიც არის, აი ესეთი იყოსო და მე ააშრიალოს თავისი ფული. აი პლან B ესეც აქვს რა, მაგრამ მე იმედი მაქვს რომ არ გაჭრის რა ვიღაცებზე უკვე ეს ფული, იმიტომ რომ დაუფარავი არაფერი აღარ დარჩება რა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის.